11 კლასიან სწავლაზე გადასვლას აქვს სამი მნიშვნელოვანი პრობლემა. ერთი არის საერთაშორისო განზომილება, ჩვენ ვცილდებით ევროპულ განათლებას, რაც 12 წელი არის მინიმალური და არის ზოგან არის 13 წელი განათლება და უახლოვდებით იმ სამყაროს, რომელიც მაინც არ მოხსოვს. ხო, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსული განათლების სისტემა მოქმედებს, იქ არის 11 წლიანი განათლება. და მეორე პრობლემა არის ის, რომ პროგრამა არის გადატვირთული ისედაც და თუ 11 წელში შევეცდებით, რომ ჩავატიოთ და ჩავაყვეხოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ეს ახალ პრობლემებს აჩენს და მესამე პრობლემა ის არის, რომ ადრე იწყებს ახალგაზრდა გადაწყვეტილების მიღებას საკუთარი მომავლის შესახებ, უფრო ადრე ვიდრე ეს საჭიროა. თუ ეხლა 18 წლის იღებდა გადაწყვეტილებას, წასულიყო უმაღლესში თუ არ წასულიყო და რა მიმართულებით წასულიყო და კიდევ უმაღლესში ქონდა 1 წელი იმისთვის, რომ წესიერ მოეფიქრებინა, ეხლა 17 წლის მოვუწევს გადაწყვეტილების მიღება და უმაღლესებში 3 წლიანი პროგრამები უკვე დაიწყება სპეციალობების მიხედვით. უნივერსიტეტის და უმაღლესი განათლების საკითხები არ წყდება პროფესურის აკადემიური წრეების გარეშე, თუნდაც სტუდენტების ჩართულობის გარეშე და განათლების მკვლევარების გარეშე. დოკუმენტი, რომელიც წარმოგვიდგინეს, ძალიან შორს არის რეფორმისგან, ეს არის პოლიტიკური მიზნების მატარებელი დოკუმენტი, რომელიც ნიშნავს ორ მთავარ რამეს. ერთი, ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან ჩვენი ჩამოშორებას და მეორე, ეს არის არასასურველი კადრებისგან უნივერსიტეტების გაწმენდას. ამიტომ დოკუმენტს, რომელსაც წარმოგვიდგენენ, არ შეიძლება სამსჯელოდ გამოტანა მარტივი მიზეზით, რომ მას არაფერი კავშირი არ აქვს განათლების რეფორმასთან და მით უმეტეს არც ხარისხის ამაღლებასთან, როგორც ამას სურვილი აქვთ, რომ შემოგვასაღონ და გვასაღებენ. ერთადერთი გამოსავალი არის განათლების რეფორმაზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა, უნდა იმსჯელონ ჩართულმა მხარეებმა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა გადავწყვიტოთ, საით მივდივართ. ეს საზოგადოებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, მივდივართ ევროპისკენ და დასავლური განათლებისკენ. ეს კონცეფცია პირდაპირ დაჩეხავს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და მთლიანად მოუსწრებს მათ სწორი განვითარების შესაძლებლობას, შეამცირეს უკიდურეს დონეზე ინოვაციებს, რომლებსაც არის დამოკიდებული ზოგადად ქვეყნების განვითარება და ქვეყნების ეკონომიკის განვითარება, აბსოლუტურად მოშლის ინტერდისციპლინარობას და საერთოდ უნივერსიტეტებს მე მგონი განვითარების мотиваციაც კი არ ექნება. ზოგადად ხელისუფლება ჩემი პოზიციით სასახად ცდილობს ყველა მიმართულებით, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში. და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი მექანიზმი ამისთვის არის განათლების სისტემის ხელში დაჭერა, ბოლომდე რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ განვითარებულ სახელმწიფოებთან კონტაქტი და განათლების მიღება, ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხით.